ჩვენი სტუმრები არიან ილიაუნის პროფესორები, ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე და სოციოლოგი ნინო რჩეულიშვილი. მადლობა მათ სტუდიაში ყოფნისთვის. მე არ ვარ ოღონდ ილიაუნის პროფესორი. არ ხარ? პროფესორი ხო ხარ? პროფესორი ვარ საქართველოს უნივერსიტეტში. საქართველოს უნივერსიტეტში. კი ბატონო, ცილე შესწავლა. იცით როგორ არის, რომ ხა მე კი ვარ ილიაუნის პროფესორი, მაგრამ ილიაუნის დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, მე აღარ ვიყო ილიაუნის პროფესორი, ასე რომ ძალიან ისეთ არამდგრად რეალობაში ვცხოვრობ. ეს არამდგრადობა, არაპროგნოზირებადობა, ნეგატიური თვალსაზრისით არის კიდეც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდობა თავის მათ შორის პროფესიული კარიერის განათლების, მშენებლობისა და შექმნის პროგნოზირებად პერსპექტივას ვერ ხედავს და ქვეყნის გარეთ ხდება იძულებული ეძიოს. მაგრამ მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ და რამდენადაც დემოგრაფიულ თემასთან თქვენ მაინც უფრო ახლოს ბრძანდებით. მოდით ნინო, პირველ რიგში თქვენ კითხავთ, აი დღევანდელ საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე რა შეგვიძლია ვთქვა? აი როგორ შეგვიძლია აღწეროთ? ეს არის ნელი შემცირება თუ უკვე სტრატეგიული საფრთხეა ქვეყნისთვის და აქვე შეკითხვაშივე გარკვეულ სტრუქტურირებას მოვახდენდი. რა არის ყველაზე მძიმე მაჩვენებელი შობადობის კლება, სხვათა შორის დღეს აბორტებზე იყო ძირითადი აქცენტი გაკეთებული, ემიგრაცია, მოსახლეობის დაბერება თუ რეგიონების დაცლა? ძალიან კომპლექსური საკითხია, რაც ჩამოთვალეთ, პრაქტიკულად ყველა ეს ფაქტორი ერთობლიობაში ქმნის დღევანდელ სურათს. ხანდახან ასე ვთქვათ, რაღაც საკითხს ირჩევენ, მაგალითად შეიძლება ეს აირჩიოს ან ეკლესიამ, ან აირჩიოს საზოგადოების აქტიურმა ჯგუფმა, ან მთავრობამ და გაკეთოს აქცენტი ამაზე. მაგალითად ეს აბორტის შემთხვევა. ან შეიძლება ეს იყოს დაუშვათ ეგრეთ წოდებული იდეოლოგიური გადაცდომა ან აცდენა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანებს აბრალებენ, რომ მათ აღარ უნდათ ბავშვის გაჩენა, ოჯახის შექმნა და მათ უნდა ემუშაონ და რაღაცნაირად გადაათქმევინონ ეს ამბავი, ხო? და სახიფათო იდეოლოგიური გავლენებს არიდონ. და არიდონ სახიფათო იდეოლოგიურ გავლენებს. ახლა მე შეიძლება თანმიმდევრულად ვერ ვისაუბრო, იმიტომ რომ ძალიან ემოციურად კინეული თემა არის თითოეული ჩვენგანისთვის და მით უმეტეს მე ხან ახალგაზრდებთან მიწევს ურთიერთობა, აი ამ ნაწილზე სტუდენტების ასაკის ადამიანებზე ყველაზე კარგად ხედავ რა შეიძლება იყოს მათ შემთხვევაში ეს სიმცირე თუ ნაკლებობა სურვილის იქნება ეს თუ შესაძლებლობების რომ გააჩინონ ბავშვი და დემოგრაფიულ მატებაში თავის როლი შეიტანა. ერთი არის ფერტილური ასაკის ქალების სიმცირე და გადინება. მოდი ასე ვთქვათ. ფერტილური ასაკი რა არის? ხო, ასაკი რეპროდუქციული, ისა შეიძლება ქალმა გააჩინოს ბავშვი. ამ ასაკის ქალები საქართველოში არ იქნებიან და წავლენ უცხოეთში მისთვის რომ აქ არსებული ბავშვები არჩინონ, ხო, დატოვებული შვილები არჩინონ. ან მშობლები არჩინონ და შეიძლება საერთოდ ვერასოდეს ვერ იყოლიონ შვილი ამ მიზეზის გამო, ხო? ცხადია რომ ეს ადამიანი აკლდებიან და აი ეს ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. მეორე მიზეზი ეს არის შეუძლებლობა. შეუძლებლობა, ანუ არ არსებობს ღირსეული პირობები ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდა ადამიანებისთვის, სამუშაოს თვალსაზრისით, ხო? ხელშეწყობის თვალსაზრისით, თუნდაც დეკრეტული შვებულების თვალსაზრისით, ხო? საბინაო პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით, რაც განსაკუთრებით საგრძნობია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რაზე, რომ თქვათ იქ სამუშაოს მოსაძებნად, სასწავლებლად ძირითადად ახალგაზრდები ჩამოდიან დედაქალაქში. დედაქალაქში ჭირდებათ ადგილი, სადაც უნდა იცხოვრონ და ასე შემდეგ. არ ჭირდება, აი, წარმოგიდგენთ ხა სოციოლოგიური განათლება არაფრით არ ჭირდება იმ ელემენტარული სურათის მიზეზების გაზრებას, რაც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩამოდის ქალაქში. თუმცა ისე შეიძლება კიდევ ერთ საპარლამენტო კომისიამ ფასების დასადგენად შეგვიქმნა მაინც, ხო? კომისიები, მორალური შეუძლებელია ახალგაზრდებმა იქირავონ ბინა მით უმეტეს თუ შვილის სკოლას ისე გაძვირდა ეს ყველაფერი ბოლო წლების განმავლობაში და ახალი ბინის ყიდვა, მით უმეტეს ამისთვის იპოთეკური კრედიტის აღება, ხო, საერთოდ შეუძლებელია ასეთი ახალგაზრდებისთვის თუ ისინი დიდარი ოჯახის შვილები არ არიან. დიდარს ხას უსვამ, იმიტომ რომ საშუალო ფენისთვისაც ხელმიუწვდომელი და შეუძლებელი გახდა ეს ყველაფერი დიდი ხანია. ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ყოველ შემთხვევაში თორე მატება რის ხარჯზე გვაქვს ამაზე ცალკე შეგიძლიათ თქვენ ბრძანოთ, იმიტომ რომ მატება ეს არის იმიგრაციის საქართველოს არამოქალაქეების ხარჯზე ძირითადად. რა თქმა უნდა და ეს სტატისტიკასაც რო გადავხედოთ, ჩანს ხო ეს რაღაცა ნეგატიური სალდო, რასაც ახლა რომ ქართველები ბევრი გაედინებიან და ცოტა ბრუნდებიან. საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს
მოქალაქეები 2025 წელს დაფიქსირდა მარტო პოზიტიური მატება, ხო? ანუ ბევრი გავიდა რაღაც ნაწილი, მაგრამ ცოტა მეტი დაბრუნდა, მაგრამ ეს ახლა ვნახოთ 26 წლის მონაცემები რა იქნება. ეს ერთი რიცხვი ყოველთვის იქნება რაღაც წელი, ხა მაინც უნდა ვთქვა, როდესაც შეიძლება რაღაც, ვთქვათ, მაჩვენებელი, რომელიც შობადობა პირობითად მართლა კლებაში მიდის ძალიან თანმიმდევრულად. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კიდევ მეტნაკლებად სტაბილური არის კოვიდის წლებს რო შევხედოთ, იქ არის, ნუ ხო გასაგები მიზეზების გამო. მაგრამ საინტერესოა რომ მაგ წლებში შობადობის მაჩვენებელი იმდენად არ დაცემულა კიდევ ეს თალკე ამბავი. ანუ ხვდებით რამდენ წვრილმანზე ვსაუბრობთ, როდესაც ვუყურებთ რაღაც რიცხვს, იმის მიღმა რა დგას, რამდენად მნიშვნელოვანია თქვა. და ეს ერთი წელი 2025 წელი შეიძლება ვიღაცამ აიღოს, თქვა თავრობამ და თქვას რომ აი ნახეთ, რა კარგი ტენდენცია შემოbrunდა სიკეთისკენ ჩვენი საქმე, რაღაცა ბრუნდებიან ადამიანები უკან მცირე დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა წლების განმავლობაში კლების ტენდენციის შედეგად, მაგრამ ნუ ეს ერთი მაგ სტრუქტურასაც რო ჩავხედავთ ძალიან მძიმე რეალობა მოგვივარდება მიზეზებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საქართველოს მეორე ადგილზე გავიდა გასულ წელს ევროკავშირიდან დეპორტირებული ქვეყნის მოქალაქეების კუთხით. მეორეზე ვართ. ანუ იზოლებით უკან გამოშვებულების და თუ ასე გაგრძელდა საქმე და ამას დაემატა უკვე ვიზა ლიბერალიზაციის საფრთხეები, იქ საერთოდ წარმოგვიდგენია რაც მოხდება. ზუსტად მინდა ფსიქოლოგიურ განწყობაზე და არა იმდენად მატერიალურ წინაპირობებზე, არამედ ქვეყანაში, საზოგადოებაში არსებულ განწყობებს რა როლი აქვთ ზოგადად ახალი ოჯახების შექმნაში, მრავალშვილიანობის მოტივაციაში და ასე შემდეგ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ხდება ახალგაზრდობასთან მიმართებაში, როგორი დემონსტრაციულად აგრესიული დამოკიდებულებაც გამოავლინა მოქმედმა რეჟიმმა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და მოდი დავიწყებ თავიდან. აი ამ დღესასწაულის სახელით, ხო? ოჯახის სიწმინდე. და მე ვიტყოდი, რომ საერთოდ ბუნდოვანია, ხო, რას გულისხმობენ ოჯახის სიწმინდეში, იმიტომ რომ აი როგორ არის, იცი რომ ჩვენ აი ეს ორი ნარატივი გვაქვს, ვიღაცა იძახეს, რომ ეს დღე უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ოჯახის სიწმინდის დღე, მეორე ნარატივი გვაქვს, რომ არა, ეს დღე უნდა იყოს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე და სიძულვილის დამარცხების დღე. ერთი მეორეს არ გამორიცხავს, იმიტომ რომ ჩემთვის თუ კონცეპტუალიზაცია გავაკეთეთ, ოჯახის სიწმინდეში იგულისხმება და იმედი მაქვს, რომ იგულისხმება ის, რომ ჩემი ოჯახი იყოს ჰარმონიული, ძლიერი, იყოს ურთიერთპატივისცემა, იყოს ერთმანეთის დანახულობის განცდა. ოჯახი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური ერთეული. ოჯახი არის სოციალური ერთეული, ოჯახი არის ემოციური ერთეული და მთავარი ამოცანა ოჯახის რა არის? რომ შექმნას თითოეული წევრისთვის ისეთი პირობები, რომ მათ ჰქონდეთ მომავლის რწმენა. როდესაც ქვეყანაში არის ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც თითოეულ ინდივიდუალურ ადამიანს ეხება, რომელიც ერთეულებად რო აიღო და ოჯახებად წარმოიდგინო, თითოეულ ოჯახში შემოდის ეს პრობლემა, ხო? ანუ მე თუ არ მაქვს სათანადო პირობები, მე თუ არ მაქვს უსაფრთხოების გაცდა, მე თუ ვერ ვეყრდნობი სახელმწიფო რესურსებს, რომელიც უნდა მოვიხმარო იმისთვის, რომ არ ვიცი, განვითარდე, უკეთესი პირობები შევქმნა, ჩემი შვილებისთვის უკეთესი პირობები შევქმნა, ნებისმიერი რაციონალური ადამიანი დასვავს კითხვას, რომ მაქვს კი მე უფლება, რომ ვიფიქრო იმას, რომ ახალი ადამიანი მოვავლინო ამ ქვეყანაზე, რომელსაც მე ვერ ვუქმნი სათანადო პირობებს. იმიტომ რომ ოჯახი და მშობლობა, ეს არ არის მხოლოდ ბიოლოგიური პასუხისმგებლობა, ეს არის სოციალური და ფსიქოლოგიური პასუხისმგებლობა და მათ შორის ამაში შედის ეკონომიკური პასუხისმგებლობა. ეკონომიკური პასუხისმგებლობა ხშირად ესმით ხოლმე ძალიან ცალმხრივად, რომ იცი რა, მე შემიძლია მაგალითად ვუზრუნველყო ჩემი შვილის, არ ვიცი, მე საუკეთესო სკოლაში სიარული შემიძლია ვუზრუნველყო მისი ძალიან ბევრი ეკონომიკური საჭიროებები, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური უზრუნველყოფა, ყველაფერი ერთმანეთს მოიცავს, ერთმანეთში ჩაშლილია, როგორც სოციალურში, ისე ემოციურში, ხო? ემიგრანტი დედა უზრუნველყოფს ეკონომიკურად თავისი შვილის საჭიროებებს, მაგრამ რა ხდება? ის არის დისტანციაზე. და ძალიან წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ბავშვები რომლებმაც იციან, რომ მშობელი მისთვის იბრძვის და ამის გამო მოუწია მას ქვეყნის დატოვება, ნახეთ რაში იზრდებიან. ბავშვები სიტყვებით არ იღებენ სიყვარულს.
არც საჩუქრებით არ იღებენ სიყვარულს, არც ფულით არ იღებენ სიყვარულს. ბავშვისთვის სიყვარული არის ფიზიკური და ემოციური აი ეს მომენტი, სიახლოვე. კი. და ბავშვი ნახეთ რა შეიზრდება, რომ მან იცის, რომ დედას უყვარს, მან იცის, რომ მამას უყვარს, მაგრამ მიტოვებულობის განცდა არსად არ მიდის. მიტოვებულობის ცხვერპლად ეწირება ამ ბავშვის მომავალს. რა თქმა უნდა, მაგრამ იმითი განსხვავდება ბავშვის ფსიქიკა. დიახ. კი, და ეს არის უდიდესი ტრაგედია, ხო? იმიტომ რომ დედისთვისაც, მამისთვისაც, ბავშვისთვისაც აქ არავინ არ არის ბედნიერი. და აქ იმაზე საუბარი, რომ ოჯახში არის ჰარმონია, ძალიან არასწორი და ძალიან უსამართლოა, იმიტომ რომ ოჯახში ჰარმონია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ემოციურად და ფიზიკურად ერთმანეთისთვის ხელმისაწვდომები. კი, და ელენე, ორივეს მინდა დაგისვათ კითხვა, გამომდინარე უკვე იმ შინაარსიდან და ცოდნიდან და პათოსიდან, რომელიც თქვენ სტუდიაში შემოიტანეთ. მაინცსა და მაინც პატრიარქ შიო მესამის დღევანდელი გამოსვლა არ მაქვს ხედულობაში, თუმცა პირველ რიგში ეს გამოსვლა მაქვს, იმიტომ რომ მოლოდინი აი პირველი ქადაგების მიმართ გასაგებია, რომ უფრო გაზრდილი იყო და ეხლა მეორე და მესამე ქადაგება შეიძლება ვინმე ნაკლები ყურადღება მიაქციოს ამ მხრივ და ამიტომაც ჩემი აზრით დამსახურებულ კრიტიკას იმსახურებს და ეს დღეები ეს იქნება საუბრის თემა, რომ ფოკუსირება მაგალითად აბორტზე ამ პრობლემაზე, რომელიც თავისთავად არის პრობლემა. ან ფოკუსირება და აქცენტების გაკეთება იმაზე, რომ უნდა დაბრუნდნენ უცხოეთში წასული დედები განსაკუთრებით და დაბრუნდნენ უნდა საქართველოში და ასე შემდეგ, ხო? აი, რამდენად სწორია აქედან დაწყება ამ პრობლემების მოგვარების, ასე ვთქვათ, ხო? გეგონება ან ის დედა იყოს დამნაშავე, რომ იქ არის წასული და იძულებითი მდგომარეობის ნაყოფი არ იყოს ეს შედეგი, ან თუნდაც იგივე აბორტებთან დაკავშირებით, გეგონება ძალიან ბევრი პრობლემა სექსუალური განათლების იქნება, ეს სოციალური პრობლემატიკა იქნება, თუ ბევრი რამ არ ქმნიდეს წინაპირობებს, პირადად ჩემთვის არც შემთხვევაში არ არის ეს გამართლებული, მაგრამ წინაპირობებს იმისთვის, რომ ასეთი იძულებითი გადაწყვეტილება მიიღოს დაუშვათ ქალმა და ასე შემდეგ. გამოსავალი რაში უნდა მდგომარეობდეს სისტემური. აი თქვენ როგორც პროფესიონალებს მინდა გკითხოთ ემოციებს მიღმა. ხო, შევეცდებით ემოციებს მიღმა, თუმცა აი მართლა ისეთი ამბავია. გამოსავალი პირველ რიგში უნდა მოიძებნოს იქიდან გამომდინარე, ვინ არის პასუხისმგებელი შედეგზე, რომელშიც ჩვენ ვყოფილობთ, ხო? სასახად უნდა იყოს ეს სახელმწიფო, იმიტომ რომ თუ ლაპარაკობთ დემოგრაფიაზე, დემოგრაფია ისეთი რამეა, რაც პირდაპირ ყველა განმარტებით ებმის სახელმწიფოს და საზოგადოებას. არ არის ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა, რომ ერი გამრავლდეს ან ქვეყნის საზოგადოება გამრავლდეს. შესაბამისად, ეს შეიძლება სრულად დასვაშებებია და უნდა იყოს კიდეც პოლიტიკის ნაწილი, ხო? თქვენ ახსენეთ, რომ ეს უკვე სტრუქტურული პრობლემების ნაწილია, ხო? ანუ ამას შესაბამისად სისტემური მიდგომა თუ გამოასწორებს. სისტემური და ძალიან კომპლექსური მიდგომა. იმიტომ რომ ერთის მხრივ უნდა დავადგინოთ რა არის ამის ის მიზეზები, რომელიც კომპლექსურად ქმნის ამ პრობლემას. ეს ვერ იქნება რა თქმა უნდა აბორტი. იმიტომ რომ რიცხვებს რომ ჩავხედოთ, განქორწინების მაჩვენებლებს რომ ჩავხედოთ, გონიათ ძალიან იცვლება, პანდემიის დროს არ იცვლებოდა, მე იცვლებოდა, გვაქვს ფლუქტუაცია, მაგრამ განქორწინების მაჩვენებელიც კი მეტნაკლებად სტაბილურია, რაც მცირდება, ეს არის შობადობის მაჩვენებელი. ამიტომ ის რომ თქვათ, იქ ოჯახური ღირებულებები აღარ არის მნიშვნელოვანი, ან რაღაც ასეთი არ იქნება სწორი, რომ თქვათ. წამოგაშველებთ ციფრებს ამ ხრივ საინტერესოა, რომ 2025 ანუ გასულ წელს საქართველოში დაიბადა 6400 ადამიანი ნაკლები, ვიდრე გარდაიცვალა. ეს ბოლო წლების თქვენ რაც უკვე აღნიშნეთ გაგრძელება ტენდენციის 25 წელს საქართველოში სკოლის მიტოვების მიზეზი 3669 ბავშვისთვის იყო ქვეყნის დატოვება, ანუ ოჯახებით წავიდნენ, ანუ წინა მიგრაციის სტრუქტურა იცვლება, თუ ცალკე დედა მიდიოდა ან მამა ან ბებია, ახლა მიდის მთელი ოჯახი ბავშვიანად, ან ბავშვებიანად და ეს ამის მაჩვენებელია, რაც კიდევ განსაკუთრებულ საშიშ ტენდენციას ქმნის. სოციალურად აუცილთა ბაზაში 380,000-მდე ბავშვია. 380,000-მდე ბავშვი 3,5 მილიონიან ქვეყანაში და კვებაზეც ბევრი საინტერესო რამ შეგვიძლია ვთქვა, ჩვენ ვიცით რომ სკოლაში ბავშვების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ფაქტობრივად ბიოლოგიური შიმშილის მდგომარეობაში არის და ბევრი სხვა სტატისტიკური მონაცემი არის ისეთი, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც თამოყვარე და ოდნავ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება მხოლოდ ამის გამოც კი გადადგებოდა.
მაგრამ მივიღოთ ის რეალობა, რომელიც ამ მომენტისათვის არის და ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას უნდა ყავდეს ნორმალური თავის ერზე, თავის სახელმწიფოზე პასუხისმგებელი სტრუქტურული სისტემური კუთხით როგორ უნდა მიუდგეს. ალბათ პირველ რიგში უნდა შეისწავლოს ეს, ხო? ცალსახად, იმიტომ რომ არც ერთი გადაწყვეტილება, აი თამამად შემიძლია ვთქვა, არც ერთი გადაწყვეტილებაც ამ მიმართულებით იქნა მიღებული, არ ეყრდნობოდა კვლევას. ხშირად გვესმის ხოლმე, რომ აი საბაზრო კვლევის საფუძველზე უნდა მოხდეს შესყიდვა პიროკასალების ფორმების. საბაზრო კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ უნივერსიტეტებმა ნაკლები სტუდენტი უნდა მიიღონ და ამ მიმართულებაზე და იმ მიმართულებაზე ნაკლები სტუდენტები მიიღონ. მართლა რიცხვებში რო ჩავივიდეთ, ეს ძალიან მართლა შეუძლებელი იქნება დღეს ვერ დავასრულებთ, ხო? მაგრამ არც ერთი ეს გადაწყვეტილება არ ემყარება შესწავლას, ის ბაზარი იქნება თუ დემოგრაფიული პრობლემები. შესაბამისად, უნდა დავიწყოთ პირველ რიგში ძალიან კომპლექსური კვლევით. და ეს კომპლექსური კვლევა უნდა გააკეთონ პროფესიონალებმა, უნდა გააკეთდეს როგორც რაოდენობრივი ანალიზი სხვადასხვა მონაცემის, რომელიც ბევრ რამეს გვაჩვენებს, როცა ერთმანეთთან დავაკავშირებთ უკეთესად დაიხატება ამ სურათი მიზეზების. უნდა გააკეთდეს თვისებრივი ანალიზი. აი დავუშვათ, რასაც ვაკეთებთ ჩვენ კვლევარები, რასაც ჩემი სტუდენტებიც კი აკეთებენ სამაგისტრო, საბაკალავრო საფეხურის ფარგლებში ინტერვიუებს ატარებენ მშობლებთან, წასული ვინც არის მიგრაციაში, ვისაც ახლა მიყავს შვილები, ვინც რჩება, ესენი რატო აჩენენ ბავშვებს, რატომ არ აჩენენ. ანუ აი ეს ცოდნა არსებობს კიდეც. ეს ცოდნა არსებობს და აკუმულირებულია სამეცნიერო ინსტიტუტებში, რომელსაც თქვენ ახლა წარმოადგენთ და რომელიც განადგურების ფაზაში არის სევდიანი დამატებითი ამბავი, რომ თუ კი შევზღუდავთ პროფესიონალების მუშაობას და არა მარტო უნივერსიტეტში, მის მიღმაც 1000 არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებდა ამ კვლევებს. იგივეს გეტყვით ახლა, რაც მეც გააგრძელებთ, კიდევ უფრო მეტი მაგალითი ამოტივდება ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც დახურული და განადგურებულია. მე თქვენ მე და ელენეს გეჩხობებით ამ შემთხვევაში რაც ჩამოთვალეთ, ეს არის ის ფაქტორების კომპონენტები, რომელიც სახელმწიფო, რომელთაც უნდა იყენებდეს როგორც ინსტრუმენტებს თავისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად და დღეს სახელმწიფო, რომელიც სათავეში არის მომჟდარი გარკვეული ჯგუფი, აი ამ დემოგრაფიულ ვარდნასაც იყენებს რაღაც გარკვეული მიმართულებებით თავისი იდეოლოგიური, პოლიტექნოლოგიური ნარატივების გასამყარებლად და ვიღაცეებზე შესატევად. და მე და ელენეს რო ვეუბნებით, დახურავენ და ვეღარ. მithumet ეს ეკლესია ამ შემთხვევაში უფრო მეც სიფრთხილეს უნდა იჩენდეს და კომპლექსურად უნდა ხედავდეს ამას და აბორტებს აგრძელავ თემით, რომ ხალხი ვერ გამრავლდება, მაგას სიკვდილიანობა გაიზრდება მხოლოდ და მხოლოდ. ელენე, თქვენთვის მომეცია ბოლოს შესახო, ესე ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვით კიდე. აკრძალვას არ მოაქვს არანაირი შედეგი. ხევანდელ დღესაც მინდა კიდე უფრო მეტად რო თქვენ მე ძალიან ბევრი ვილაპარაკე ამაზე გადაცემის შესავალში შემდეგაც და აღარ მინდა გავაგრძელო, მაგრამ აი ეს ენთუზიაზმი, ენერგია, რომელიც ოჯახის სიწმინდის იქნება თუ უფრო სწორი სიტყვა ალბათ იქნებოდა სიმტკიცისკენ უნდა იყოს მიმართული, როგორ უფრო სწორად მიემართებოდა და განსაკუთრებით რას ეტყოდით იმ რიგით ადამიანებს. ეხლა მე დინარაძეებზე, კალაძეზე და მეებზე არ მაქვს ლაპარაკი, რომლებიც ყვებოდნენ იმ ჯგუფებს. აი ხალხი რა, რომელიც ზოგი თავისთ გამოვიდა, ზოგი რაღაც გარკვეული სტრუქტურული აუცილებლობის გამო და ასე შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ შინაგანად მათ აქვთ ეს გამართლება, როგორც ოჯახის წმინდისთვის გამოვედი და ღირებულებებისთვის და სიყვარულისთვის და სითფოსთვის და ჩემი ოჯახის წევრების კარგად და ამისგან შედგება ქვეყანა. ქვეყანა მართლაც ოჯახებისგან შედგება. არც ეკლესიისგან მიკვირს მაგალითად, რომ ოჯახის ტრადიციულ გაგებას იცავდეს, ეს სრულიად ბუნებრივი რამ არის. სხვა საქმეა, როცა ეს რაღაცის საწინააღმდეგოდ, ვიღაცის საწინააღმდეგოდ კეთდება, მაგრამ ამ ადამიანებთან ერთად რისი გაკეთება არის საჭირო პირველ რიგში აი ფსიქოლოგიური განწყობისა და ფონის გასაუმჯობესებლად. იცით რა არის? ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ, რომ ჩვენ რაღაცა ნებისმიერი რიტუალის, დღესასწაულის, კონცეფტის მიღმა ვხვდებოდეთ ამის შინაარს, ანუ ოჯახის სიწმინდის დღე ლოზუნგად კი არ რჩებოდეს. ანუ როდესაც მოდის ხოლმე კრიტიკა მაგალითად და როდესაც მე ვსაუბრობ იმაზე, რომ სანამ აი ამ რაღაცა კონცეფტს ავიღებთ, მოდი მივხედოთ იმ პრობლემებს, რაც გვაქვს და მე დავარქვათ რაღაცა ესეთი ხმამაღალი სახელები, ხო, რომლებიც არ ვიცი, ჩემთვის მართლა ოჯახის სიმტკიცეზეა საუბარი და ოჯახის სიჯანსაღეზე და არა სიწმინდეზე და არა იმიტომ, რომ სიწმინდის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ იქ სადაც ადამიანია, იქ ადამიანია.
ანუ წმინდა რაღაცა არის ეკლესიაში იქ ზემოთ. არ საერთოდ ადამიანს წმინდა არ უჩვენებს შეუძლია, ერთია. მოდი შევთანხმდეთ, ადამიანს არ შეუძლია იყოს წმინდა, მაგრამ ადამიანს შეუძლია თესო სიკეთე. ადამიანს შეუძლია იყოს შემწყნარებელი, ადამიანს შეუძლია იყოს მოსიყვარულე და იყოს მოსიყვარულე სხვისთვის. ადამიანს შეუძლია სიყვარულის გაცემა. ჩემთვის ოჯახი იგულისხმება ის ერთობა, რომელშიც მე ვიზრდები და რომელშიც მე ვსწავლობ იმ თავარ ღირებულებებს და იმ ათმცნებას, რომლითაც ვცხოვრობ, ხო? მე 3 შვილი მყავს და იმისთვის, რომ ჩემი 3-ვე შვილი გაიზარდოს ღირსეულ ადამიანად, მე ვცდილობ, რომ ოჯახი როგორც ერთეული იყოს ძლიერი, იყოს ჯანსაღი. შესაბამისად, მე როდესაც რაღაცას ვლაპარაკობ ხოლმე იგივე ფსიქოგანათლებაზე, იგივე სექსუალურ განათლებაზე, იგივე აბორტის აკრძალვის მანკიერებაზე, იმიტომ რომ აბორტის აკრძალვა მხოლოდ და მხოლოდ ქალების სიკვდილიანობას გამოიწვევს და არავითარ შემთხვევაში არც ერთ კვლევას, არც ერთ საერთაშორისო გამოცდილებას არ უჩვენებია დადებითი ეფექტი აბორტების აკრძალვის შემთხვევაში პირიქით. და საერთოდ არ ვარ მომხრე იმისა, რომ აბორტები აკეთოს ვიღაცა პირიქით. ძალიან მინდა რომ საქართველოს გაბრწყინდეს, ძალიან მინდა რომ ქართველი ერი იყოს უფრო მეტი და ძალიან მინდა რომ ემიგრაციაში არ უწევდეთ ქალებს წასვლა და კონდეთ აბსოლუტურად ღირსეული პირობები აქ, რომ არა მარტო ემიგრაციაში, არამედ ნებისმიერი დასაქმებული დედაც კი ძალიან მძიმე შრომას გადის და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უწევს გაატაროს დრო საკუთარი მცირეწლოვანი შვილის გარეშე. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არ არის შესაბამისი ეკონომიკური პირობები და არ არის ხელშეწყობა. ჩვენ გვყავს ქვეყანაში მარტო ხელადედები, რომლებიც არსად არ წასულან ემიგრაციაში, მაგრამ იმ შრომის გამო, რომელსაც ისინი ეწევიან, რომ ანუ ყოველდღიურ გადარჩენაში არიან, ხო? და არჩევანის გაკეთება გიწევს ემოციური და ფიზიკური ხელმისაწვდომობის შენი შვილის და შენი ოჯახის წევრებისთვის თუ გადარჩენის. როდესაც ჩვენ ესეთი სტატისტიკა გვაქვს, 300,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი ყავს, რომელსაც კვებითი დეფიციტი აქვს. თავიდან ბოლომდე ინტელექტუალური განვითარება, ფიზიკური განვითარება, პირველი საშენი მასალა ხო ელემენტარულად საკვებით იწყება და მერე ყველაფერი. ანუ თუ საკმარისი საკვები ბავშვს არ მიეწოდება, როგორი გადასარევი პირობებიც არ უნდა შეუქმნას სკოლაში, ფუჭია ეს ყველაფერი. და ამაზეა ზუსტად საუბარი და მე მაგალითად იმ ხალხს ვეტყოდი, რომ იცით რა, ჩემთვის ოჯახის სიწმინდე იწყება და მთავრდება იქ, სადაც ჩემი შვილების გარდა სხვისი შვილების დანახვაც შემიძლია. და თუ მე მაქვს ამბიცია და მე მაქვს პრეტენზია, რომ მე დღეს ვიცავ ოჯახის სიწმინდის დღეს, მე ჩემი შვილების გარდა ყველა იმ ბავშვის მომავალი და ყველა იმ ბავშვის მდგომარეობა მადარდებს, რომელიც ამ ქვეყანაში ვერ იღებს სათანადო დახმარებას, მაგალითად, სათანადო რესურსით ვერ სარგებლობს და პირველ რიგში იმ მშობლების და იმ ბავშვების, რომლებიც ერთი თვეა დაახლოებით რომლებიც დღეს იქ დუშენის დაავადების გამზირზე იმყოფებოდნენ და საოცარი კადრები იყო სიმართლე გითხრათ. აი ეგ არის ჩემთვის გვერდზე ჩავლილი. ვერა, ამიტომ აქ კითხვა, რომ რა არის ლოზუნგად ნუ დავტოვებთ. თუ რომელიმე ეს ადამიანი, რომელიც დღეს ამ მოძრაობაში იღებდა მონაწილეობას იღებდა ამ დღის საზეიმო რიტუალში, ნებისმიერი ღვთისმოსავი ადამიანი იზომება არა მარტო რაოდენობით, რამდენჯერ შედის ეკლესიაში, არამედ იმ საქმით, რასაც აკეთებს და იმ სიკეთით, რომელსაც აკეთებს, ხო? და რა ვიცი, ჩემთვის ოჯახის სიწმინდე და ოჯახის სიმტკიცე დაიყვანება იმით, რომ ამ ოჯახში არის ყველა ის ადამიანი, რომელსაც თავისი თავის გარდა სხვა ოჯახის ბედიც ანაღლებს ამ ქვეყანაში. ეს არის ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ნინო პროფესორები, ნინო რჩეულიშვილი, ელენე ჯაფარიძე, სხვადასხვა უნივერსიტეტის. ჯერ კიდევ. არ აქვს. დაგემშვიდობებით თქვენ და გადაცემის ბოლო ნაწილი მინდა დავაანონსო.